დაგიბრუნდით ჩვენი სტუმარი შემოგვერთა დილა მშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მოგზანდით ძალიან ლამაზად გამოიყენეთ ესეთ გაახარისეთ ჩვენი მაგი და ქალბატონ მაია თქვენ პროფესიით ფსიქოლოგი ბრძანდებით და 10 წლიანი მუსიკალური განათლება. როდის აღმოაჩინეთ რომ აქსესუარების კეთება მოგწონდათ და გამოგდიოდათ? აი რომ კეთება შემეძლო და გამომდიოდა 6 წელი გახდება მალე. მანამდე ვერც კი წარმომედგინა თუ რამე შევქმნიდი, თუმცა ყოველთვის მქონდა შინაგანად ამის სურვილი. როგორც ვიცი, თქვენმა პირველმა სამკაულმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ ეს იყო პირველი ნაბიჯი, როდესაც თქვენ გადაწყვეტეთ, რომ მსგავსი აქსესუარები გაგეკეთებინათ. მოგვიყევით თუ შეგიძლიათ. უცხოეთში ვიყავი და შემთხვევით მოვხვდი იმ სამყაროში, რომელზეც ჩემი ქვეცნობიერი სულ ოცნებობდა. ეს იყო ეგრეთ წოდებული ფურნიტურის მაღაზია. შევედი და მომენტალურად გადავწყვიტე, რომ მეყიდა შემეძინა, ესეც ცოტა ავიღე მასალა, ვიყიდე, შევიძინეთ, იქ მეგობართან ვიყავი სტუმრად. და დავბრუნდი თუ არა სახში, მაშინათვე შევუდექი, გავაკეთე. კი. ახლა მანიკა ამ ყველაფერს მოიზომებს თავის თავზე, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენებათ აქვს. ამ კვირეულის ფარგლებში ძალიან იხთეს. და იქვე გავაკეთე და პირველივე ის იყო ოღონდ გულსაბნევი გამომივიდა კარგი და მე კიდე საყურე გავაკეთე რაღაცა. არა, ის შენახული მაქვს როგორც რელიკვია ისეთი ჩემი პირველი ნამუშევარი. თქვენი ყველა სამაჯური იქნება საყურე, ძივი, ყველა აქსესუარი არის უნიკალური, ანუ არასდროს არ მეორდება. რატომ გადაწყვეტეთ რომ თქვა თითოეული ძივისთვის ან თუ თითოეული აქსესუარისთვის ესეთი სახე შეგეძინათ და არ განმეორებული იყო, თქვა ორი ერთნაირი ყოფილიყო. მე როგორც ხედავ, მარტო საყურეები მეორდება ისიც. არაფერი არ მეორდება. არც ერთის არასოდეს არ გამეკეთებია მსგავსი, არ შექმნილა ერთნაირი არასდროს. ჯერ ეგერთი ვთვლი, რომ თუ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყო დიზაინერი, უნდა შექმნა ექსკლუზიური ნივთები. მეორე, ეს ღვთის საჩუქარია, მაქვს იმის ნიჭიერი და ფანტაზია, ულევი ფანტაზია მაქვს, რომ არ გავიმეორო მაგისთვის, არ საჭიროებს. და რატომ უნდა გავიმეორო, როდესაც შემიძლია გავაკეთო სხვადასხვა. და ყველა თითოეული, აი ყველაფერი არის უნიკალური, არასდროს შენაირი მეორე არავის არ ექნება. მანიკა ძალიან ცუდად არის ხდება. ძირითადად რა მასალით, როგორც ხედავ, აქ ნახევრად ძვირფასი ქვები, ძვირფასი ქვებიც არის. რა მასალას იყენებთ ხშირად? არის აქ ბროლი, ძირითადად ავსტრიული ბროლია, ჩინურს ცოტა ვერიდები. სვაროვსკი ძალიან მიყვარს. და ისეთი უცხო დეტალები, ნახევრად ძვირფასი ქვები, ფირუზი, მარჯანი, ქარვა, აი თითქმის ყველაფერს ვიყენებ და ძალიან მიყვარს ძველი ნივთების პატარ-პატარა დეტალების შეძენა, ზოგი მჩუქნიან და ურევს სინთეზს ვაკეთებ და გამოდის ლამაზი. უამრავი ძნელია მასალის მოპოვება, ანუ თვითონ ეხა ესენი ძალიან ძვირფასი ქვებია, ხო? საკმაოდ ძვირფასია, ეხა მაგას მურანო აქვს. ჩვენთან იყიდება ესეთი მასალა? ჩვენთან არის ჩვენერი მაღაზიები, მაგრამ მე არასოდეს არ ვყიდულობ იქ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმდევარი მყავს, პირდაპირ ფოტოებს იღებენ და იმეორებენ და რომ არ დაემგვანოს ჩემი ნამუშევრები სხვისგან თავს ვიცავ მოკლედ პლაგიატებისგან და ყოველთვის მირჩევნია ვიყიდო უცხოეთში. თორე არის ჩვენერი მაღაზიები ჩვენთან. ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს თქვენი სამკაულები და შენ დედიკოს. ჩემ დედიკოსაც აქვს ბევრი ძალიან. შენ დაიკოსაც თუმცა გითხარი კიდევ ცოტა წყრავად ხარ. არ ვიცი, აი ესეთი სილამაზე აგიხსნით ძალიან კარგი მძივი აქვს თამრიკოს დედაჩემს ძალიან უყვარს მართლა ესეთი რაღაცები. კიდე რომ ცნობილ ადამიანებს აქვს თქვენი სამკაულები, გაუხილეთ მაღვიძარას მაყურებელს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხელშეკრულება მქონდა ტელევიზიასთან, ტელეიმედთან და იქ მარინა კახიანი სისტემატურად იკეთებდა ჩემს სამკაულს. რა ვიცი, ძალიან ბევრს აქ ნანაშონია, მოტრფიალია და უყვარს. ლიზა ბაგრატიონი, აი ძალიან ბევრს გამიჭირდება ჩამოთვლა თითქმის ყველას. საინტერესო მამაკაცები თუ მოდიან თქვენთან საჩუქრის ასაკში? მამაკაცები აი დღესასწაულებზე მოდიან, მირეკავენ და შეყვარებულებისთვის, მეუღლეებისთვის ყიდულობას. რას უფრო აი ხშირად რა ძივი უფრო ყელსაბამს არიჯებენ უპირატესობას. უკვე არჩევ, ანუ უკვე გაკეთებულს არჩევენ თუ იკვეთავენ რა? შეკვეთას არ ვიღებ, არასოდეს. მეუბნებია შეკვეთა, მაგრამ შეკვეთა მე არ მჭირდება შეკვეთა. თუ მოგწონს ჩემი ნამუშევარი, იმდენია რომ აუცილებლად ნახავ სასურველს. და მამაკაცები, ესე იგი, გაქცეთ პასუხი, მოდიან დაუშვათ იყიდონ რაღაცა მცირე იაფასიან შედარებით, ნუ ხა ყველა ახალგაზრდას არ აქვს იმის ფული რომ $100, მაგრამ
საყურე კი არა, მე ყველაფერს ყიდულობენ. უკანასკნელ ფულსაც ტოვებენ, რომ მათი რჩეული გაახარა. ქალბატონო მაია, თქვენი გამოფენები ყოველწლიურად იმართება, სადაც არის გამოფენა გაყიდვა და სურვილებს შეუძლიათ შეიძინონ სამკაულები, სურვილი სამებ, რომელიც მოეწონება. წელსაც ხომ არ იგეგმება ესეთი გამოფენა? ტრადიციულად. იცით რა არის ტრადიციულად ჩემი გამოფენა წელიწადს ვერ ველოდები. ორ თვეში ერთხელ ყოველთვის. ორ თვეში ერთხელ მაქვს გამოფენები. ვიდივარ უცხოეთში ჩამომაქვს მასალა და როგორც კი შედგება კოლექცია, მაშინათვე ვაწყობ გამოფენას. მე ავისხი ყველაფერი. მანიკა შეიძლება ითქვას რომ შოქშია, ვერ ისვენებს. არჩენ მან ძნელია თავი შეკავება ესეთი სუნებისგან, ესეთი სილამაზგან. და ეს გული რა ქვა არის? თუ უბრალოდ ეს არა, ეს არის ვენეციური მურანო. აი ექსკლუზიურად შესრულებული. ჩემ თვალწინ კეთდება ეს. ალბათ გინახავთ შუშას როგორ აკეთებენ. ცოტა სპეციფიურია, მაგრამ ნუ ვენეციაშია თვითონ დამზადებული. ჩემ თვალწინ და მე თვითონ ისევე როგორც ყველა თქვენი აქსესუარი. ქალბატონო მე ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ესეთი სილამაზები რომ მოგვიტანეთ და გვაჩვენეთ. მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი იყო ექსკლუზიური აქსესუარების ავტორი მაია მიქაშავიძე, დიზაინერი. დიდი მადლობა. ახლა კი ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, ამიდის პროდუქცია და პრესის მიმოხილვით დაგიბრუნდებით. მაგვიძარა პირდაპირ ეთერში და ახლა პრესის მიმოხილვის დროა. დღეს გამოსული გამოცემების მთავარი თემა გახლავთ პრემიერ-მინისტრის სიტყვის წარდგენა ევროსაბჭოს ასამბლეაზე და გამოცემები მას პირველ გვერდს უთმობენ. რა კითხვები დაუსვეს ბიძინა ივანიშვილს ევროსაბჭოში? კითხულობს გაზეთი ვერსია, პრემიერის პირველი დასავლური ოფიციალური გამოსვლა და გაღიზიანებული ნაციონალები და რატომ შერწყოთ ნაციონალებს პრემიერის გამოსვლის გამო. დავიწყოთ გაზეთი ვერსიით, რა კითხვები დაუსვეს ბიძინა ივანიშვილს ევროსაბჭოში, ავტორს ვერსია და ყველაფერზე პასუხი კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, პასუხი ჩემთვის მოულოდნელია და მძიმე არ იყო. ივანიშვილმა სააკაშვილის დახმარების გარეშე უნდა დაითხოვოს მთავრობა და შექმნას ანტიკრიზისული ჯგუფი, ამას ამბობს ნესტან კირთაძე და ვრცელდება ირმა ინაშვილის სკანდალური წერილი სახელწოდებით "ძმაო თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ?" მართლმადიდებლად ასე არის დასათაურებული. მადლობა. დავიწყოთ ნესტან კირთაძის ინტერვიუთი. არ მესმის სიხარბისა და გაუმაძღრობის ხარისხი, რასაც დღეს ახალი ხელისუფლების მინისტრები, პარლამენტარები და მათი ოჯახის წევრები ავლენენ, მხოლოდ საკუთარ ნათესავებს ასაქმებენ საუკეთესო ადგილებზე, როცა ჩემს ოჯახში, სადაც ყველა მეორე ასპირანტურა დამთავრებულია, ყველა უმუშევარია, ამიტომ პოლიტიკა, ეს კი რეალობაა, ამბობს ნესტან კირთაძე. ნახოთ და სათაური ძმაო თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ და ესეთ ავრცელებს ამ წერილს ირმა ინაშვილი და გაზეთი ორ გვერდს უთმობს და დასათაურება მოკლე ქვესათაურები ნეო-ოსმანიზმში ესეთი სათაურით ვკითხულობთ. მეხუთე წელია რაც რუსეთი აღარ მალავს რომ სოხუმი და ცხინვალი წაგვართვა, ამ ვითარებაში ეროვნულმა ნაცისტებმა ერთადერთი რამ შეძლეს მსოფლიოს ეს მოვლენა ოკუპაციად შეაფასებინეს. ძალიან საინტერესოა 90 წლის შემდეგ ღმერთმა დაგვიფაროს და სოხუმსა და ცხინვალს თუ ვერ დავიბრუნებთ, რუსეთი კვლავ ოკუპანტი იქნება თუ სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარი კითხულობს ირმა ინაშვილი. გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან რელიგიური ნიადაგზე, რატომ შეაქვს სარჩელი სასამართლოსა და პროკურატურაში და რატომ დააბრალეს უშიშროების აგენტობა გიორგიო ქრუაშვილს. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ უფროსი მას რწმენის შეცვლას თხოვდა. აფხაზეთის ომში ვიბრძოდი, მძიმედ ვარ დაჭრილი, ოპერაციები დამჭირდა, თან დედა დამეღუპა და სახლი გავყიდეთ. 20 წელიან აქირავებში ცხოვრობ, ჩემი შვილები ჩემთან არ ცხოვრობენ. ეს რომ ჩემთვის დიდი ტკივილია, ხუმატოვმა იცოდა და დამპირდა, თუ მუსლიმანი გავხდებოდი, სახლიც მექნებოდა და ჩემი შვილებით ჩემთან იქნებოდნენ. ჩვენ ამ თემაზე თითქმის ყოველდღე ვკამათობდით, ვუთხარი რომ მერჩივნა ქვაზე ქუჩაში მეცხოვრად, ვიდრე სარწმუნოება შემეცვალაო. გადავიდეთ. აუცილებელი მოთხოვნაა ეს. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ამტკიცებს, მეორე მხარეს ალბათ ექნება საკუთარი არგუმენტი.
და რეზონანსის მიმოხილვას განვაგრძობთ, ვიწყებთ პრემიერის პირველი დასავლური ოფიციალური გამოსვლა და გაღიზიანებული ნაციონალები ევროატლანტიკური კურსის უცვლელობა ევროპისთვის ეს ყველაზე მთავარი გზავნილი იყო, ვკითხულობთ გაზეთ რეზონანსში. დიდი ბრძოლა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის კახა კალაძე არც უცხოელ ექსპერტებს ენდობა და არც ადგილობრივებს. პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო და ხუხაშვილის განცხადება არის მოყვანილი, ადრე თუ გვიან დავითაშვილი გუნდს გაემიჯნებაო. ძველი კადრებისგან ციხეების გასუფთავება მასშტაბური ხასიათი მიიღო და ციტატა არის მოყვანილი გაზეთ რეზონანსში, ხელმძღვანელობამ ყველაფერი იცოდა, სია ჩამოუწერეთ, ვინ იყვნენ მაყურებლები, ვის რა ჰქონდა საკნებშიო. ინტერვიუ ქვეყნდება ჯონდი ბაღათურიასთან, ქართულ ოცნებას ორი არჩევანი აქვს, ან წართმეული ქონება სამართლებრივი გზებით ხალხს დაუბრუნონ, ან თვითონ გადაინაწილონო. კიდევ ერთ ციტატას მოგიყვანთ გიორგი მარგულაშვილის ინტერვიუდან, მოლაპარაკება მიმდინარეობდა ყველა სტამბასთან, ყველა გამომცემლობასთანო. შეირჩა 4 თუ 5 სტამბა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა საქართველოს ბაზარისთვის უპრეცედენტო შეკვეთა განახორციელოსო. და არღვევენ თუ არა კანონს გურიაში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროები, სვამს კითხვას გაზეთი რეზონანსი, სახელმწიფო აღარ არის ვალდებული მაჟორიტარი წესით არჩეული პარლამენტის დეპუტატი უზრუნველყონ სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებითო. სწორედ ბიზნე ივანიშვილის გამოსვლა არის ახალი თაობის მთავარი თემაც და მისი ციტატაა მოყვანილი სააკაშვილის გარეშე რუსეთ-საქართველოში აგრესიის განხორციელება გაუჭირდებოდაო. გია ხუხაშვილის ინტერვიუც არის მოყვანილი ციტატა კობა დავითაშვილი გუნდური მოთამაშე არ არისო და დატოვეს თუ არა დავით ყეშელაშვილმა და დავით კირკიტაძემ ნაცმოძრაობა ფსის ჭრაზე კონტროლი გაცრდება. მოკლედ ასეთი იყო ამ რისთვის პრესის მიმოხილვა, 1 საათის შემდეგ კვლავ განვაგრძობ. ნახოთ რას იუწყებიან ვარსკვლავები უხუცესი ასტროლოგის დროა მაგვიძარას ეთერში. დილა მშვიდობისა. ამბობენ რომ თვალები ადამიანის სულის სარკია და რომ თვალების მეშვეობით შეიძლება ადამიანის ამოცნო. ასტროლოგები დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანის თვალები იმ პლანეტების ფერთა პალიტრას მოიცავს, რომლებიც ადამიანის ხასიათზე ზემოქმედებენ. მას ასე რა კავშირია ადამიანის თვალების ფერსა და მის ხასიათს შორის? შავი თვალების მქონე ადამიანები ენერგიულები, აქტიურები, სიცოცხლით სავსეები, ჭკვიანები და აზარტულები არიან. არ შეუძლიათ ერთ ადგილას გაჩერება. არიან მიზანდასახულები და სასურველ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ. ეჭვიანებიც არიან, მაგრამ ამას არასოდეს ამხელენ. ხასიათით ლიდერები არიან. ადვილად ამყარებენ კონტაქტს ადამიანებთან და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მაგრამ ვის არ მუქი ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები მგრძნობელობით, მიმზიდველობითა და გამჭრიახობით გამოირჩევიან. ძალიან ადვილად ფეთქდებიან, თუმცა მალევე ავიწყდებათ წყენა. მათი ნაკლი კაპრიზული ხასიათია. ადვილად უყვარდებათ, მაგრამ ხშირად გრძნობა მალევე უქრება. ადამიანები, რომლებსაც ღია ყავისფერი ანუ თაფლისფერი თვალები აქვთ, მორცხვები, მეოცნებეები, მომთვენები და განმარტოების მოყვარულები არიან. ისინი არასოდეს გიღალატებენ, ამიტომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ენდოთ. იმდენად გრძნობიარენი არიან, რომ პატარა წყენასაც ძალიან განიცდიან. არა წყენინოთ თაფლისფერ თვალებიან ადამიანებს. არა. თუ თქვენ ლურჯი თვალები გაქვთ, ესე იგი რომანტიული